ქართულ ებრაული მეგობრობის მუზეუმში ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია ესთას ინიციატივით ჰოლოკოსტის ტრაგედიასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოში ისრაელის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი თქმით, ამგვარი ღონისძიებები ხელს უწყობს ერებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი სწორედ ამ დღეს უკავშირდება 81 წლის წინ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან ტყვეები გაათავისუფლეს, რის შემდეგაც 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების სისასტიკეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნილ სიკვდილის ბანაკებში 6 მილიონზე მეტი ებრაელის სიცოცხლე შეეწირა. 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. გაერო ეს თარიღი აღიარა ხსოვნის დღედ, რადგან სწორედ 1945 წლის 27 იანვარს გათავისუფლდნენ ტყვეები საკონცენტრაციო ბანაკებიდან. ეს დღე არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ გვახსოვდეს, რომ უნდა ვიყოთ მეტად ტოლერანტულები, უნდა ვიყოთ ადამიანურები, უნდა ვიყოთ ჰუმანურები და დღეს ამ ძიმე სამყაროში სიძულვილის ენა აუცილებლად მშვიდობით, სიყვარულით და ყველაფერი საუკეთესოთი შევცვალოთ. ქართველი ხალხი ყოველთვის თანაუგზნობთ და განვიცდით და პატივს მივაგებთ ხსოვნას იმ ადამიანებისა, იმ მილიონობით ებრაელისა, რომელიც სრულად უდანაშაულოდ შეეწირნენ ფაშისტური გერმანიის გენოციდს. ჰოლოკოსტის დღე ეს არის კაცობრიობის დიდი ტკივილი და ჩემი აზრით ძალიან დიდი სირცხვილით. საერთოდ ის, რაც მოძგავს კაცობრიობას დღიდან არსებობისა, ბიბლიის მიხედვით კაინის წოდო, რასაც აქვია და დღევანდლამდე 22 საუკუნეშიც რო გრძელდება, ჩემში ეს როგორც 21 საუკუნის მოქალაქე იწვევს ძალიან დიდ გაოცებას.